ბიოსტიმულატორი ხელს უწყობს მცენარეს მაქსიმალურად გამოავლინოს პოტენციური სასიცოცხლო შესაძლებლობანი. იგი ზემოქმედებს ურთულეს ბიოლოგიურ პროცესებზე და სამეურნეო მახასიათებლებზე, როგორიცაა დაავადებებისა და არახელსაყრელი ფაქტორებისადმი მდგრადობა, მოსავლის ხარისხი და პროდუქტიულობა. ახდენს ნივთიერებათა ცვლის ბალანსირებას და ფიტოჰორმონთა რეგულირებას. ზრდის ფერმენტთა აქტივობას, აძლიერებს როგორც ფესვთა სისტემის, ისე მიწის ზედა ნაწილის განვითარებას. ხელს უწყობს საკვები ნივთიერების შეთვისებას და გადაადგილებას მცენარეში. მისი საშუალებით 7-ჯერ იზრდება პარკოსანი მცენარეების მიერ აზოტის შეთვისება. ყოველივე ეს კი განაპირობებს მარცვლოვანი პარკოსანი ტექნიკური, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოსავლიანობის მნიშვნელოვან, რიგ შემთხვევაში 2.5-3-ჯერ გაზრდას და მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებას. როგორც მოსავლის სტრუქტურული ანალიზიდან ჩანს, თითქმის ორმაგდება მწვანე მასაც, რაც ვიტამინების, ცილისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო ცხოველების საუკეთესო საკვებს წარმოადგენს. ახალი ბიოსტიმულატორის გამოყენებით მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. ლიზინის, ანუ ამინომჟავის რაოდენობა თითქმის 1.5-ჯერ მატულობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მცენარის კვებით ღირებულებას. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, არის თუ არა პრეპარატი ეკოლოგიურად უსაფრთხო? არის, გვარწმუნებენ მეცნიერები. ბიოსტიმულატორი არ ტოვებს ნაშთს და ამცირებს ნაყოფში ნიტრატების შემცველობას. მნიშვნელოვნად ზრდის სიმბიოზური აზოტფიქსაციის დონეს. ეს საშუალება 1979 წლიდან გამოცდილია ასეულობით ჰექტარზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიღებული შედეგები ბევრად აღემატება მსოფლიოში დღემდე ცნობილ ამ მიმართულებით გამოყენებულ მეთოდებს. მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდს დღეს მსოფლიოში რეგულატორების ზემოქმედება წარმოადგენს. თითოეული ახალი რეგულატორის შესაქმნელად უცხოეთის ფირმები ათეული მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატები ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფისაგან. მაგალითად, ერთ-ერთ ინგლისურ ფირმას Shell-ს ერთი ახალი შხამქიმიკატის, პესტიციდის შესაქმნელად 7 წელი სჭირდება და იგი 30 მილიონი დოლარი ჩდება, ხოლო ზრდის სტიმულატორის შექმნა 1000-ჯერ ძვირი. ბიოსტიმულატორის საშუალებით მაქსიმალური ეფექტების მიღება შესაძლებელია აჭარაშიც. ბიოსტიმულატორის გამოყენების დროს საჭიროა აგროწესების ყველა ნორმის ზუსტად დაცვა. ცნობისათვის პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ ბათუმში, კოსტავას ნომერ 20-ში. სპეციალისტის სათანადო ინსტრუქციას გაგიწევთ.